ერთდროულად ორი აქცია თბილისში პარლამენტთან და გმირთა მოედანზე დღეს ვეტერანები შეიკრიბნენ. ომის მონაწილეთა ნაწილმა პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. საინიციატივო ჯგუფის მეორე ნაწილმა კი 2 წლის წინ დარბეული აქცია გაიხსენა. 2011 წლის 3 იანვარს სოციალური შეღავათების აღდგენის მოთხოვნით შეკრებილი ვეტერანები სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. გადადგეს პრეზიდენტი სააკაშვილი. ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია ომის ვეტერანთა საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტის შენობასთან გამართა. ვეტერანების თქმით, ქვეყანაში კრიზისი და ორხელისუფლებიანობაა. ქვეყნის განვითარებას კი მიხეილ სააკაშვილი აფერხებს. საზოგადოებამ გამოუტანა მასობრივი განაჩენი, ის გადაერჩიეს და დღესდღეობით ის, როგორც ხედავთ, ეწევა ძირგამომწყალ პოლიტიკას ქვეყნის მიმართებაში. პარლამენტთან შეკრებილ ვეტერანებს მხარდაჭერა ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გამოუცხადა. ჩვენი ამოცანა არის და ქართული საზოგადოების ამოცანა არის, ყველა ეს საინიციატივო ჯგუფი გაერთიანდეს, მოხდეს მათი კოორდინირება და ამ, ესე იგი, მოძრაობის ერთ დიდ ტალღად გადაქცევა. აქციის დარბევიდან 2 წლის თავზე კვლავ დაღუპულ გმირთა მემორიალთან დღეს ვეტერანთა მეორე ჯგუფი შეიკრიბა. ვეტერანები აქციის დარბევას იხსენებენ და 3 იანვრის ვეტერანთა დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდიან. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ახალი ხელისუფლება მათ პრობლემებს გადაჭრის. ეს არ არის პოლიტიკური მოთხოვნები, ეს არის უფრო იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ აღნიშნული ვეტერანთა ჯგუფი და არა მარტო აღნიშნული ვეტერანთა ჯგუფი ყოველთვის იყო თავის სამშობლოს სადარაჯოზე. ჩვენ გვაიმედებს დღევანდელი ხელისუფლების განცხადებები, პირადად პრემიერ-მინისტრის და თავდაცვის მინისტრის განცხადებები, რომ ვეტერანთა საკითხები იქნება განხილული მაღალ დონეზე. ვეტერანების მოთხოვნებს დღეს მხარდაჭერა მოქალაქეებმა და მსახიობმა ბესო ზანგურმა გამოუცხადეს. დღემდე გრძელდება შეურაცხყოფა ჩვენი ქართველი ერის მიზანმიმართული ხასიათი აქვს, მე ვფიქრობ ამას. ვუერთდები ჩემი მეგობრების მოთხოვნას. როდესაც ვეტერანი ლაპარაკობს იმას, რომ უნდა წავიდეს სააკაშვილი, ის უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ვეტერანი რას ნიშნავს? სიტყვის მნიშვნელობა რომ გადაუმარცხლოთ, ეს არის ადამიანი, რომელიც იცავს შენი ქვეყნის საზღვარს. ვეტერანთა საინიციატივო ჯგუფი გამაფრთხილებელ აქციას პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით 5 იანვარს გამართავს. 20 იანვრიდან კი აღნიშნული მოთხოვნებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.